ლად მერანი, რომელიც მხოლოდ ქართულ სიმღერებს ასრულებს. თითქოს განსაკუთრებული აქ არაფერია და განსაკუთრებულად არაფერი ჟღერის, მაგრამ 22 კაციანი მერანი მაშინვე განსაკუთრებული გახდება, როგორც კი გეტყვით, რომ მისი ყველა წევრი ჰოლანდიელია და ყველა მათგანი შეშლილია საქართველოზე. მათ ისე უყვართ ჩვენი ქვეყანა, რომ შეუძლიათ დაუსრულებლად ილაპარაკონ მასზე, აინტერესებთ ყველაფერი მის შესახებ, ერკვევიან ისტორიაშიც, კულტურაშიც და მიმდინარე პოლიტიკაშიც. სახლებში მოწყობილი აქვთ საქართველოს კუთხეები და ხშირად სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას. ერთ-ერთ მათგანს ოცნებად აქვს, რომ ხარაგაულში გადმოსახლდეს. მათი განსაკუთრებული სიყვარული კი ბუნებრივია, ქართულ მუსიკას ეკუთვნის და ისინი ძალიან კარგად ბღებიან ქართულ სიმღერებს. ფიქრობ, მხოლოდ ქართულში ხომ არ დავპატიჟო. ეს სიუჟეტი მომზადდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელშეწყობით კამპანია ძალა ევროპაშიას ფარგლებში. ჰოლანდიის პროვინციაში ამსტერდამიდან ნახევარი საათის სავალზე ალკმაარის ისტორიულ არქიტექტურაში ივო ბოსვაიკი დედაქალაქიდან 12 წლის წინ მეუღლესთან ერთად გადასახლდა. Very calm atmosphere here. შვიდი ატმოსფერო. ამსტერდამი სულ სხვა. ამიტომაც გადავწყვეტეთ ბავშვებიანად აქ გადმოსახლებულიყავით. სიწყნარეში, ზღვასთან ახლოს. Calm atmosphere and nearby the sea. ივო და ანა მარიკე 30 წელია ცოლ-ქმარი არიან. სრულწლოვანი შვილები უკვე მათთან აღარ ცხოვრობენ. ახლა საშუალება აქვთ მხოლოდ ის აკეთონ, რაც ძალიან უყვართ. 14 წლის წინ ანა მარიკემ მუსიკოს მეუღლეს საქართველოში მოგზაურობიდან საჩუქრად ქართული ფოლკლორის აუდიო CD ჩამოუტანა. მას შემდეგ ივოს ცხოვრების ბნება საქართველო და ქართული სიმღერა გახდა. Tusheti. So now we are on the road to Tusheti. ახლა ვიდრე მივდივარ თუშეთში. აქ სულ სხვანაირი გზაა, მაგრამ მაინც. ჰოლანდიაში მანქანაში სულ ჩართული მაქვს ქართული სიმღერა და წარმოდგენებით სულ საქართველოში. მას შემდეგ ქართულ სიმღერებს და თუშურ წინდას ჰოლანდიაში მუდამ თან დაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ანა მარიკეს 4 გზის მოგზაურობიდან მხოლოდ 10 წლის თავზე მოინახულა და პირველად 4 წლის წინ ჩამოვიდა, ივო აქ უკვე 15 ჯერ იყო. ხუმრობს, რომ სახლშიც პატარა საქართველო აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახასიათო ქართული ნივთებით, ხატებით, ტრადიციული ნაქარგობით, საქართველოს დროშით, რუკებით, ყანწით, შატილის პეიზაჟით და კომპიუტერის ეკრანზე ვანის ქვაბებით. მუსიკოსის სამუშაო ოთახიდანაც მუდამ ქართული ჰანგები ისმის. Yeah, even this. ყველაფერი საქართველოდანაა. ეს წინდებიც კი. We walk in every day. ყოველ დღე აქედან შემოვდივართ. შევხედავთ ამ კუთხეს და ვაგრძელებთ საქმეებს. აქ საქართველოს პატარა ნაწილია. This is a book of Pirosmani. პიროსმანის ეს წიგნი თელავში ვიყიდე. Actually, and Supra. აი I really like it. ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები. განსაკუთრებულ აურას ატარებს და ძალიან ბევრს ყვება ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზე. როცა მეგობრები სახლში შემოდიან, ყველა აქ ჩერდება. ვაუ, რა საინტერესო ამბობი. ჩვენც ხშირად სვლით გვერდებს. Panduri, Chinuri, Chonguri, Baspanduri. That's my guitar. This is those are the instruments. უმეტესობა ქეთი მაჩუკა. ქეთი ციკლაური ქართულ საქმეში ივოს მთავარი პარტნიორია. მუსიკოსი საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტთა მუსიკალურ ანსამბლებს ხელმძღვანელობს. ივო საქართველოში გაიცნო, რომელმაც მალევე საქმიანი წინადადებით ჰოლანდიაში მიიწვია. ქართული სიმღერების ვორქშოპებით დაიწყეს და 1 წლის წინ 22 კაციანი ანსამბლი ჩამოაყალიბეს. ჰოლანდიელების გუნდი მერანი მხოლოდ ქართულად მღერის და ჩვენი ტრადიციის, კულტურისა და ხასიათის უკეთ შესაცნობად ხშირად სტუმრობს საქართველოს.
something. Yeah. აი აქ გულში გრძნობ რაღაცას, როცა ქართული სიმღერა გესმის. რთული ასახსნელია, გულთან ახლოს მოდის. ალბათ პირველი და უმთავრესი ესაა. შემდეგ ინტერესი გიჩნდება. ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებულია. გამოარჩევ და იცნობ, რომ ეს ქართულია. მაშინაც კი ვცნობდი, როცა ასე კარგად არ ვიცოდი თქვენი პოლიფონია. ვერ ხსნი, ძალიან განსაკუთრებულია. მარიოლაინ სპენგერსმა საქართველო უკვე 10 ჯერ მოინახულა. ამბობს, რომ დაბრუნების სურვილი ყოველ ჯერზე უძლიერდებოდა. You must have to shit again. თუშეთში უნდა წახვიდეთ. საოცარია შატილი. ჯადოსნური, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. Bizuri ვარცია გესმო? ვარდიაში არიყავით? Wow. თქვენ ალბათ პირველად ხართ. აი ჩემთვის კი აქაურობა სამშობლოსავითაა. სუფრაზე უკვე მოხდით? ჭაჭა არ გაგისინჯავთ? გელათის ეზოში შემთხვევით გაცნობილ გერმანელ და ინგლისელ ტურისტებს ივო და მისი თანაგუნდელები საქართველოს და ქართული სიმღერის ისტორიას, კუთხეებისა და კულტურების მრავალფეროვნებაზე უყვებიან. ურჩევენ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბევრჯერ უნდა დაბრუნდეთ. როგორც მუსიკოსი, უამრავი ქვეყნის ფოლკლორს გავეცანი, მაგრამ გულთან ახლოს ისე არც ერთი არ მოვიდა, როგორც ქართული სიმღერა. Culidan la mesa momento C'è mi bachiskide Khajani eso C'è mi dakhviskidi სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ჰოლანდიელები გააზრებულად, შინაარსის და ხასიათის ზუსტი ცოდნით მღერიან ქართულად. ქუთაისელმა ქორწილეებს ტაძრის ეზოში შემთხვევით შეხვდნენ. სოლისტი დამსახურებული ამსტერდამელი მეხანძრეა. იცის სად არის გელათი, სათაფლია, რიონის პირი და იცის რატომ უმღერიან იმერეთში ასე გულანთებით დედულეც. ქუთაის წინა საღამოს ქალაქის ოპერის სცენიდან ჰოლანდიური სიმბოლური სტაფილოსფერი ყაბალახებითა და მამაკაცის ტრადიციული აქსესუარებით უმღერეს. მერანის პირველი ტურნე ქუთაისამდე თბილისის სოხუმის უნივერსიტეტით დაიწყო. შემდეგ იყო მარნეული, ხარაგაული და ქუთაისი. It's mysterious. ქართული სიმღერა გულით უნდა იგრძნო, ახალია, მისტიკურია, გესმის მუსიკა, პოლიფონია, სხვადასხვა ხმები და ინტერესი გიჩნდება. რა ხალხია ეს, ასე რომ მღერის? რუსეთის, სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და კასპიის და შავი ზღვის შორის. თავიდან კითხვით დავიწყე. ახლა უკვე მოგზაურობ. საქართველოში მე-7-ჯერ ვიმყოფები. პირველად 2015-ში, შემდეგ ქორწილშიც დამპატიჟეს. ერთადერთი ოცნება მქონდა. ველოდებოდი პენსიაზე გასვლას, რომ დიდი ხნით ჩამოსულიყავი საქართველოში და იცით საათ? ხარაგაულში. პენსიონერი გავხდი თუ არა 40 დღით დავრჩი ხარაგაულში. ჩემს მეგობარ ოჯახს ინგლისური არ ესმით. მე მხოლოდ ქართულად სიმღერა შემიძლია, თუმცა საუკეთესო მეგობრები ვართ. წინა გაზაფხულზე იგივე ოჯახთან ერთად 3 კვირა გავატარე. წელს ჩემმა ქალიშვილმაც იყიდა ბილეთები და მომავალი ზაფხულიც გაწერილია. ქართული სიმღერის დროშჩვენს, ვეცნობთ თქვენთან სიახლოვეს და ეს შეგეცნობა არის შესაბამისი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ანსამბლი მერანის სახელით. ნამდვილად მეუღლეს უნდა ვუმადლოდე, რომ შეიქმნა მერანი. ივას მეუღლემ ანა მარიკემ თბილისში საკუთარი ხარჯებით ჩვილი ბავშვების სმენის სადიაგნოსტიკო ულტრათანამედროვე აპარატურა ჩამოიტანა და ქართველ კოლეგებს, რომელთაც მსგავსი გამოცდილება არ ჰქონდათ, უფასო ვორქშოპიც ჩაუტარა. მეგობრები ხუმრობენ, რომ ივო და ანა მარიკე საქართველოს კეთილი ნების ელჩები არიან. Georgian language is difficult. ქართული ძალიან რთული ენაა. ეს სიტყვები რთული წარმოსათქმელია ჩვენთვის, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ. კეთი ჩამოდის ჰოლანდიაში და გვეხმარება ხოლმე. ასე ვითარდები და უკვე ჰოლანდიაში მერანი ძალიან პოპულარულია.
თვითონაც აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ჩამოვედი პირველად და ვნახე ჰოლანდიაში რამდენად ბევრი ადამიანი იყო ქართული ფოლკლორით დაინტერესებული და ესეთი ენთუზიასტი ჰოლანდიელები, რომელიც ქართულად სიმღერა არ არის მარტო, აი თავიდან ბოლომდე გააზრებული ტექსტები, თავიდან ბოლომდე გააზრებული სიტყვები, სტილი, რომელი კუთხიდან, რომელ სიმღერას სიტყვაზე მღერიან. ხუმრობთ ხოლმე, რომ ჩვენ რაღაცა ელჩი ვართ, ივო არის დიდი ელჩი საქართველოსი. ამსტერდამის ცენტრში, მე-17 საუკუნის ეკლესიის ისტორიულ შენობაში ივოს და ქეთის ანსამბლი მერანი რამდენიმე წუთში ქართულ სიმღერებს ამსტერდამელი მსმენელისთვის შეასრულებს. სიმღერა ჩემი ჰობია, მას შემდეგ რაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დავტოვე. საბჭოთა კავშირს მაშინ ჰქონდა პროპაგანდისტული რადიო, სადაც პოლიტიკის გარდა ძალიან ხშირად მოისმენდით ქართულ ფოლკლორს. იმ დროიდან დავინტერესდი. ევროპული პოლიტიკისთვის საბჭოთა კავშირი დიდი ინტერესის სფერო იყო, თუმცა მაშინ საქართველოში ჩასვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. საქმიანი ვიზიტები მხოლოდ მოსკოვში იმართებოდა. როდესაც ქართული სიმღერის მოსვენა გვინდოდა, სასტუმროში კონსიერჟისთვის უნდა გვეთხოვა კონცერტის ბილეთი, რომელიც მოსკოვში გვასწავლიდა ადგილებს, სადაც ქართული მუსიკის მოსმენა იყო შესაძლებელი. მომდევნო სიმღერა განსაკუთრებულია აფხაზეთიდან. ის ერთ-ერთი დაკარგული კუთხეა. რუსეთთან ომის შედეგად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ოკუპირებულია. ვარადოს სიმღერა არის ორი მონადირის შესახებ, მძიმე, სევდიანი და სამგლოვიარო ხასიათის. I don't know. I just want to do something. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა რამე გავაკეთო საქართველოსთვის. მუსიკით რა თქმა უნდა. თუმცა ხელოვნება პოლიტიკაცაა, მაგალითად, აფხაზური ვარადო. ამ ემოციას მე უგრძნობ, ვიცნობ აფხაზ ხალხს, გრძნობ ამ ტკივილიან ამბავს. ჩვენ ჰოლანდია იმდენი ხანია სიმშვიდეში ვცხოვრობთ, თქვენ კი ბოლო წლებში ამდენი ომი, შიში და დაპირისპირება გამოიარეთ. 3-4 ომი ნახა სხვადასხვა თაობამ. ეს ურთულესი სიტუაციაა. ამბობენ, რომ ქართული პოლიფონიით საქართველოს გასაჭირზე, ომებსა და ოკუპაციაზეც საუბრობენ. პირად საუბრებში მეც მუდმივად მეკითხებოდნენ ქართულ ამბებს. გულწრფელად აინტერესებთ და სჯერათ საქართველოს პერსპექტივის, უკეთესი მომავლის. საქართველოს კეთილინების ელჩები სიმღერის ენით ევროპელებს მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაში ეპატიჟებიან და მსოფლიოს ახსენებენ, რომ პატარა საქართველო დღესაც გასაჭირშია.